საქმეს აღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით, განვლილი სავაჭრო სესიით უნდა დავიწყოთ საუბარი, რომელიც სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა საშუალოდ 1%-იანი კლება ვიხილეთ. ამ წუთებშიც პრინციპში არასახარბიელო განწყობა გვაქვს, როგორც ხედავთ საფონდო ბირჟაზე, რადგანაც S&P 500 0.40%-ით შემცირებული, NASDAQ-თან 1.35%-იანი კორექცია გვაქვს. ერთადერთი კარგი შედეგი ამ ეტაპზე აქვს Dow Jones-ის ინდექსს, რომელიც არის გაზრდილი 0.78%, სხვათა შორის ეს ინდექსი ამჟამად იმყოფება რეკორდულ ზონაში. უფრო მეტად ზეწოლა მოდის დღის განმავლობაში ტექ კომპანიებზე, არის შიში და განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება AI ხელსაწყოების გამოჩენამ ტექნოლოგიურ კომპანიებს შემოსავლები დაუკარგოს, რადგანაც AI მოგეხსენება ძალიან ბევრ სერვისს ერთიანად ანაცვლებს, ჩანაცვლების რისკი კი ტექ კომპანიებს ნამდვილად აქვთ. შესაბამისად, კლება გვაქვს, მათ შორის არასახარბიელო შედეგები აქვს ლამის ყველა მსხვილ კომპანიას, Nvidia-ს -3%, Google-ს -2%, Amazon-ს -1%, Meta-სთან 2.5%-იანი კლება, TSMC-სთან 3-იანი, Tesla 3.5% დაეცა, Broadcom-ი კი 4%-ითაა შემცირებული. გამორჩეული შედეგი დღეს მხოლოდ Apple-ს აქვს, ის 2.5%-ით არის გაზრდილი და ამჟამად კომპანიის შეფასება 4 ტრილიონზე იმყოფება, მან სხვათა შორის Google-ს გადაუსწრო დღევანდელი სესიის შედეგების გამო. მოგეხსენებათ, Apple-ს ჰქონდა როგორც რეკორდული კვარტალური შემოსავალი, ასევე რეკორდული მოგება, გაყიდული მოწყობილობების რაოდენობა და ყველანაირი ფინანსური თვალსაზრისით Apple იმყოფება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მდგრად პოზიციაში. თანაც AI-ის გამოჩენა Apple-ს მხოლოდ აძლიერებს, რადგანაც Apple, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტს თავის მოწყობილობებშიც ჩააშენებს და იმისი შანსი, რომ ხელოვნური ინტელექტი Apple-ს ჩაანაცვლებს, ცოტა არ იყოს და არარეალისტურია. შესაბამისად, Apple-ს ძალიან კარგად აქვს ამ ეტაპზე საქმე. ამერიკიდან ევროპაში გადავიდეთ, სადაც ასევე საკმაოდ პოზიტიური განწყობაა სასუმსხულის კომპანიასთან მიმართებით, ბოლო 2 დღეა და მატებად დღევანდელ საბაჟო სესიაზე გვაქვს დამატებით 0.3%. შანხაიც გაიზარდა 0.84-ით, აი ნიკეისთან კი მცირედი კორექცია გვაქვს 0.79%-ის ფარგლებში. უნდა ვისაუბროთ აქვე ნავთობზეც, მისი ფასი დღეს არის მცირედით დაკლებული, როგორც ხედავთ და ბრენტის ფასი არის $67 და WTI $62 ვაჭრება. ბუნებრივი არის ღირებულება მომატებულია პირიქით 1.5%-ით, მეგავატ-საათ ენერგიის ფასი შეადგენს 53 ევროს. რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლს, მათი ღირებულება მთელი კვირის განმავლობაში შემცირებულია, როგორც ხედავთ. ოქროს ფასი უნციაზე არის $4,902, ხოლო ვერცხლის შემთხვევაში ფასი არის $86 ფარგლებში. ცხადია, უნციაზე ვსაუბრობთ. ერთ წლიან პერიოდში მაინც ორივე მეტალს ძალიან კარგი შედეგი აქვს, ოქროს +71%, ხოლო ვერცხლის მატება არის ლამის 170%, თუმცა წინა კვირას დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულთან უკვე ძალიან დიდი მანძილი და დისტანცია გვაშორებს. კრიპტოინდუსტრიაზეც ვისაუბროთ, აქ მკვეთრი კლება გრძელდება, როგორც ხედავთ, კორექცია დღეს 4%-ია, ბაზრის შეფასება $2.570 მილიარდს შეადგენს, ბიტკოინის ფასი დაეცა 73,500-მდე, ეთერიუმი 2100-ის ფარგლებშია, კლება ერთ კვირაში -18 გვაქვს ბიტკოინთან, ხოლო ეთერიუმთან ლამის -30%. 255 მილიარდია კაპიტალიზაცია ეთერიუმის, ბიტკოინის კი დაახლოებით $1.5 ტრილიონი, ძალიან მძიმე ვითარება არის კრიპტობაზართან მიმართებით. ბოლო რამდენიმე დღეა აქ პოზიტიური დინამიკა ერთი დღის განმავლობაშიც კი არ გვინახავს. უნდა ვისაუბროთ აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, ეს საქართველოს ბანკია, რომელსაც რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ აქვს მცირედი კორექციები. დღესაც კლება გვაქვს ამ ეტაპზე და კლების მაჩვენებელი არის -2.5%. TBC-სთან პირიქით პოზიტიური განწყობაა, თუმცა ეს ზუსტად დიდად გამორჩეული არ არის, +0.12% ამ ეტაპზე შედეგი. ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, ის კიდევ უფრო მეტად გამღვარდა დოლართან და კურსია 2.68. ევროსთან კურსია 3.17, ხოლო სტერლინგის კურსია 3.68. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მისი მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში კი სარგებელი აღწევს 10%-ის არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერეცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.